ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებლები, ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობები და დარგის განვითარების პერსპექტივები. ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იმშელეს. როგორ იმკვიდრებს ქართული ღვინო ადგილს მსოფლიო ბაზარზე და როგორია დარგის განვითარების მიმართულებით კერძო თუ სამთავრობო სექტორის ხედვა. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. ღვინის ეროვნული დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა, ღონისძიება მასშტაბური კონფერენციით გაიხსნა, სადაც გლობალური ღვინის ბაზრის მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებსა და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე გამახვილდა ყურადღება. ღონისძიებაზე აღინიშნა ისიც, რომ ღვინის საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგებულია და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამაც $268 მილიონ მიაღწია. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ექსპორტის ზრდის დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. მიმდინარე წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. იანვარ-აპრილში ქვეყანამ ღვინის რეალიზებით $78 მილიონ მეტი შემოსავალი მიიღო. უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს შორის კი ღვინოს 4%-იანი წილით მეოთხე ადგილი უჭირავს. დღეს საქართველოში 3000-მდე რეგისტრირებული მარანი და კომპანია, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარანების ნაწილში, რომლებმაც სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს. სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნოდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 800 წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აქცევს. ღვინის ხარისხი, რა თქმა უნდა, განუხრელად იზრდება. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ წარსულში, ეს არის ჩვენი საქმიანობა, არ არის საქმიანობა, რომელიც ოდესღაც იყო და დღეს არ არის, ის დღეს გრძელდება. შესაბამისად, მას გვერდში უნდა უდგეს დარგი, მისი განვითარება, რაც დადასტურებულია ზუსტად იმ საექსპორტო ციფრებით, რაც დღეს აქ გაჟღერდა უკვე და ჩვენი ღვინო წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს მეღვინეობის რუკაზე. ჩვენი ფოკუსირება ხდება მსოფლიოს მსხვილ ბაზრებზე. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ეგრეთ წოდებული ქართული ღვინისთვის ტრადიციული ბაზრები, სადაც ჩვენ მიაჩვენებთ ჩვენ მოცულობებს და ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევქმნით ჩვენი ეგრეთ წოდებული ფლაგმანული კოლექცია, პრემიალური კოლექცია, რომელთაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ბაზრებზე, ისეთ როგორც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შეერთებული შტატები, აზიის ბაზრები, დავიმკვიდროთ ადგილი და გავაფართოვოთ. ბიზნესის შეფასებით საქართველოში მევენახეობა მეღვინეობის დარგი გახანგრძლივებულმა სუბსიდირებამ საკმაოდ დააზარალა. შედეგად კი ქვეყანაში მივიღეთ ჭარბი წარმოება და ახლა სახელმწიფოს გარკვეული გზების მოძიება უწევს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა მიმართულებით ერთ-ერთი გამოსავალი იყოს კომერციული ვენახების გაშენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები, თუმცა მათივე განმარტებით დარგში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით ბიზნესთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს. კომერციულ ვენახებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და გავიმეორო, რომ ეს არის მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანაში ღვინის ხარისხი დავიჭიროთ და გავაუმჯობესოთ. მხოლოდ ეს არ არის, მხოლოდ საქართველოში კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არის, სადაც მეღვინეობა განვითარებული არის, კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო რთული რეგულაციები აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრად უფრო მარტივი განსაზღვრებით მივდივართ ამასთან დაკავშირებით. აუცილებელი არის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება იმისთვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, ხარისხიანი მოსავალი უზრუნველყოფს ხარისხიან ღვინოს და ხარისხიანი ღვინო უზრუნველყოფს უფრო მაღალ ფასს, საშუალო ფასს, ვიდრე დღეს არის. სანამ ამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ როგორც ხდებოდა ეს ტრადიციულად ადრე, მომხდარიყო დარგთან აქტიური კონსულტაციები, მსჯელობები, ასთა გასვლა, გამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთიანი მიზანი ჩვენს და დარგის მარეგულირებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოდან გასული ღვინო იყოს შესაფერისი ხარისხის.
მე შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან კომერციული მიზნით ვენახის გაშენების მსურველებმა ნებართვა ღვინის ეროვნული სააგენტოდან უნდა აიღონ. ამისთვის სავალდებულოა ნიადაგის ანალიზი და ნერგების სერტიფიცირებულ სანერგეში შეძენა. რეგულაცია ეხება ყველას, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, რომელსაც სამეწარმეო მიზნით სურს ვენახის გაშენება. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.